ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში მარადიული დომხალი იყო სულ. განათლება უნდა იყოს ასოცირებული წიგნების რაოდენობასთან. ექოლოგები არიან, რომლებიც აშავებენ coaching-ს. ამ კითხოს როდესაც მისვამენ იმიტომ რომ მე დაონ, უშენოთ ამას არც ჩვენ ვიყიდით და არც არავინ არ იყიდის. გაგეცინება, არ გაეცინა წინასწარ. სასმელიცადე რომ დაგელია და გეცეკვა? მე ვარ ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდაური. პასუხს ეძებ და ეხლა გაეცემა შენს კითხვას პასუხი. ხვდები რომ აი მე გავქრი. მოქმედების პოდკასტი. მოგესალმებით. Smart Academia წარმოგიდგენთ მოქმედების პოდკასტის მომდევნო ეპიზოდს. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ირინა ჭოჭუა. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? ბრწყინვალე. არ გამაცინო და ისევ სიცილით იწევ. ბრწყინვალეზე გამეცინა, პრინციპში ახლა ისეთი დრო გვაქვს, რომ ბრწყინვალეთ ვერ უნდა იყო, მაგრამ დაახლოებით 1-3-4 წლის წინ ამოვიჩემე ეს სიტყვა და ისე მაშინ მაგ ავტომატიზმში გადასული, რომ ვიტყვი ხოლმე ბრწყინვალეთ ვარ და ადამიანების გაოცებულ სახეებს რო ხედავ, მე რო ხვდები რომ მაგას მივქარო და არ უნდა მოგივიდა. ძალიან ხო. ეგ რაღაცა ის არის საკუთარ თავის მოტივაციასავით არის, რომ ბრწყინვალედ იყო ალბათ, ხო და მაგიტომ თვითონ სიტყვა კარგი. ხო, კაი სიტყვა არის კი. მეც კარგად მადლობა. ხო. დავიწყოთ სასმლით. ჩვენი სპონსორი არის Georgian Sun და სამი ღვინით არის წარმოდგენილი წითელი ძოწი, გაზაფხულის მწვანე და თიბათვის მზე. და შენ რომელი გესიამოვნება? მე მიყვარს მწვანე. მწვანე. კაი, მაშინ მწვანე დავასხათ და გავაგრძელოთ საუბარი. დავასხათ. ღვინოც გვაქვს. შეგვიძლია საუბარი გავაგრძელოთ და ამასობაში ბარემ ვიტყვი ჩვენს სპონსორებზე. Smart-ოვი ციფრული სააგენტო არის ჩვენი სპონსორი, ასევე კავეა. და სულ არის ჩვენი პროექტი, რომელშიც აი მეც ხუთი მაცვია სulis სხვადასხვა სიტყვებით გვაქვს ვიზუალები შექმნილი და ძალიან საინტერესო პროდუქტები არის. Slagy-ზე, online shop-ზე შეგვიძლია რომ შევიძინოთ ეს და სხვა პროდუქცია. წეგან მოვკარი თვალი ფერებს და ვიზუალებს და ძალიან მომეწონა და სანამ მოვასწარი ხელების ჩაყოფა, მოკლა, აი რო გავალ ხე ჩავყოფ ხელებს. ჰუდებში, მოკეთ იქ. ძალიან მაგარი ფერებია. ხო, ეხლა მოკეთ შენზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორია გაქვს და ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებაში იყავი და ხარ ჩართული. მე როდესაც შენ გაგიცანი, მაშინ ეხლაც ხარ coach-ი, მაგრამ მაშინ უფრო მეტად coach-ი იყავი, NLP სესიებზე ვიყავი, coaching-ის რა სესიებზეც ვიყავი და მოკლედ სხვადასხვა ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ და იყო რაღაცა ჯგუფური სესიები და ასე შემდეგ. როგორ მიხვედი აქამდე, ან საიდან იწყება ის, რომ ირინა მიდის coach-ობამდე? რა ეტაპი გაიარე და რა ცვლილებები ჰქონდა ცხოვრების განმავლობაში? ეხა იქ გადამაგდო ძალიან ადრეულ ბავშვობაში, სულ მაინტერესებდა ეს ადამიანი რა არსება, ვინ არის რა უნდა. ეს რომელ წლიდან რა? ძალიან პატარა ვიყავი, აი ფაქტიურად ძალიან პატარა ვიყავი, წერა-კითხვა რო დავიწყე და აი იმასაკიდან დაახლოებით არის 4 წელი ვთქვათ, მაგასაკიდან ეგზისტენციალური კრიზისი მჭირდა უკვე 4 წლიდან. ლისტვის გავჭდი. მართლაც ამდი ამ კითხვებს. კი, სამდი ამ კითხვებს, რომ აი ადამიანს მაინტერესებდა როგორ ფიქრობს, როგორ აზროვნებს, როგორ სწავლობს და საერთოდ ვინ არის რა არსება და ასე შემდეგ და იმ ეტაპზე როდის მიხვე, აი მე რაღაცა ეტაპზე მივედი იქ რო გავაცნობიერე, რომ უმეტესად ერთნაირი პატერნი გვაქვს და თითქმის ერთნაირები ვართ დიდი ალბათობით. რაღაცა თუ შენ გაქვს ნაფიქრი გაკეთებული და შენ დიდი ალბათობით ხებსაც აქვთ ეგ გაკეთებული, რომელიც არ ვსაუბრობთ. აი ინსაიტი რაც არის ხოლმე, რაღაცა ინსაიტი გაქვს და გონია რომ აი შენ გაკეთებია და შენ ქონია ეს რაღაც შეგრძნება, მაგრამ დიდი ალბათობით 90%-ს ჰქონია. აი მანდამდე როდის მიხვედი? მანდ მახსოვს არა თუ მისვლა, არამედ პოსტიც მიუძღვენი მაგას, მე ხო სულ წერ მოკლედ ამ რაღაცებს და პოსტი მაქვს დაწერილი მე რომ შენი coach-ი ვიყო. ეგ იყო დაახლოებით ალბათ 2018 წელი საშუალოდ +-1 და მანდ მაქვს აღწერილი რომ ესე იგი ამდენი წელი ადამიანების ამბებს ვუსმენ, იმიტომ რომ coach-ი საქმე არის ერთ-ერთზე, ხო, სესიები ინდივიდუალური და ნუ ჯგუფურს კიდე თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ერთ-ერთზე ადამიანები მოდიან და ნუ ყველა თავის ამბავს გიყვება, ხო? და რაღაცა მომენტში ერთ-ერთი ღონისძიება იყო, სადაც მთხოვე სპიკერად გასვლა და რომ ვფიქრობდი, რომ აი რაზე მინდა რომ ვილაპარაკო,
აი გადავხედე ამ ჩემს მოკლედ წარსულ გამოცდილებას და დავსვი კითხვა, რომ ყველა ამ ბავშვში, რომელიც მოსმენილი მაქვს, რა არის საერთო. და ზუსტად ეგ აღმოაჩინე ახლა რაზეც ჩვენ ლაპარაკობ, რომ ადამიანებს გვაქვს ეს ერთნაირი რაღაცებია რა, მაგალითად. სინამდვილეში ძალიან ერთნაირები ვართ. ძალიან ერთნაირები ვართ, კი. ძალიან ერთნი ვართ სინამდვილეში. ხო, ზოგადად ერთი ვართ, მაგრამ ეგ კიდე საკე ამბავი არის, ბევრს ეგ არ ესმის. კი. და აი მანდ მაქვს დაწერილი დაახლოებით 5-6 აი ეს ერთნაირობა რაც გვაქვს და მახსოვს ერთ-ერთი იყო საკუთარ თავის მოსმენა, საკუთარ თავის მიღება, სიყვარული, სინანული, პატიება, რაღაც არჩევანების გაკეთება, იმიტომ რომ ამ გზას ხო ყველა გავდივართ, სადღაც რაღაცა მომენტში ყველა ხვდებით, რომ თურმე საკუთარ თავს არც ვიცნობ, არც მყარებია, არც ვუსმენ, სულ გარეთ ვარ, სულ იმაში ვარ, ასე თქვენ ხვები, ესე შეიძლება, ესე არ შეიძლება, რაღაცა შავია, რაღაცა თეთრია და რაც ავატარი გაქვს შექმნილი და თითქოს იმ ავატარით თამაშობ და რეალურად შენ რო ხარ, მაგას ბოლომდე ვერ უკვირდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, და მე როცა აღმოაჩენ, რომ თურმე შეგით რაღაცები ხდება და მოდი აბა ეხა ვუსმინო რა ხდება და ძალიან ისეთი იყო, შთამბეჭდავი იყო მანდ რომ მივედი, იმიტომ რომ აქედან დაიწყო ჩემთვის, იმიტომ რომ აქ იმ მომენტამდე მეგონა რომ აი ინდივიდი და რაღაცა ჩემი დრამა სხვაგან არსად არ მეორდება, მარტო მე მჭირს. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ყოველდღე მილიონ ადამიანს იგივე დრამა აქვს, კი. ზუსტად. აი კიდე უფრო აი შუა პერიოდში 4 წლიდან კოუჩობამდე პერიოდი რო განვიხილოთ. როგორ მიხვედი მანდამდე რა აი თქვათ სკოლაში იყო რამე გარდამტეხი ეტაპი, რამაც მანდამდე მიგიყვანა თუ რა გზა გაიარე? ხო, აი ძალიან ისეთი ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში მარადიული დომხალი იყო სულ და ნუ ეხლაც ესე გრძელდება, იმიტომ რომ მახსოვს სკოლაში რომ ვსწავლობდი, სკოლის პერიოდში მინდოდა მათემატიკოსობა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა და როგორც მეუბნებოდნენ, ნუ ნიჭიერიც ვიყავი. გამომდიოდა, ამავდროულად ვუკრავდი მუსიკალური სკოლა, მაქვს დამთავრებული და იქ ცალკე რო გეუბნებია რომ შენ ნიჭიერთ 10 წლებში თუ კონსერვატორიაში და გააგრძელო და ყველა თავის კერო გეკაჩება, ეგ მომენტი იყო. დედაჩემს უნდოდა რომ დიპლომატი გამოსულიყავი და რო გამეცადინებე, ხო იცი ქართულში, ისტორიაში, ინგლისურში და რაღაცეებში და სკოლა რო დავამთავრებ, თქვი რომ მე არსად არ წავალ და არსად არ ჩავაბარებ. არაფერს არ მინდა და ნუ ეგ იყო პირველი ტყუილი დიდი. იყო პირველი დიდი აფეთქება ჩემს ირგვლივ. ხო და რა გინდა რომ მკითხეს, ნუ არ ვიცი თქვი, ხო არ ვიცოდი და რა იქნებოდა და ერთ წელი მაქვს გაცდენილი და მე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. სიმართლე რო თქვათ, აი სკოლას რო ვამთავრებთ, უმეტესობა ეგრე არის. ანუ მანდაც ეგ პატერნია, რომ იდეაში გონია რაღაცა გინდა, მაგრამ ბოლომდე რო ჩაუღრმავდე, არ იცი რა გინდა. უბრალოდ გამოსავალს უფრო ეძებ, რომ საწახვიდე, ნუ არიან ადამიანები, რომლებიც რაც დაბადებულები არიან, რომ იმ სფეროს გაყვნენ, მაგრამ ბევრი დანარჩენი ყველა უფრო გამოსავალს ეძებს, რომ აი სად შეიძლება უფრო რომ თქვა ჩემი ნიჭი განმავრცო და რაც სიამოვნებაც მივიღო მაგ სფეროდან. თან იცი რა, ჩემ დროს კიდე ცოტა სხვანაირად იყო 40 წელს ვარ შეგახსენე. მართლა სხვანაირად იყო, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული იყო, აი ეკონომისტი. 12 რაღაცა. ძალიან პოპულარული იყო, აი ეკონომისტი, იურისტი, ნუ სამედიცინოზე ვისაც ნუ მაგ დროს მართლა ხო სამედიცინოს პოპულარობა ხო მაშინ ძალიან იყო და არც დღეს არ შენელებულა და შეცდავებულა. ხო, არ ვიცი, სიმართლე გითხრა, არ ვიცი, მაგრამ ნუ ექიმობაზე არასდროს არ მიფიქრია. ეგ უფრო აი ეგ სამედიცინო უფრო წეგარაც ვიგულისხმე, რომ აი იბადებიან და იციან რომ უნდათ და მიდიან მანდ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ასე ვთქვათ თავდადება უნდა და ძალიან დიდი რესურსი ჩადება სჭირდება, რომ მაგას მიაღწიო და მოდი რა ვქნა და მოდი სამედიცინოზე ჩავაბარო, ნაკლებად არის ხოლმე როგორც წესი, რომ ესე ოღონდ რაღაცა ავირჩიო და სამედიცინო ავირჩიო, იშვიათად რომ ასეთი ადამიანი იყოს ალბათ. თან ჩემ დროს იყო ახალი შემოსული ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა, ძალიან ისეთი იყო, ბუმი იყო და აი მე არ ვიცი რა არის, მაგრამ მოდი ჩავაბარებ, იმიტომ რომ მოდურია. ნუ კოუჩინგიც მე ხომ ასე შემოვიდა, უცებ მოდაში შემოვიდა კოუჩინგი. ფაქტურად მაგისი განშტოებასავით არის მე პიარი, მარკეტინგი და ასე შემდეგ. ხო, აი ყველაფერი მე ნაკეთები მაქვს. მოკლედ ჩავაბარე თეატრალურში თეატრსადნეობაზე, რო დავამთავრე, ეგრევე წავედი ჟურნალისტი
პრაქტიკულ საქმიანობაში, პრაქტიკაში, ესე იგი ვიყავი საგამოძიებო ჟურნალისტიც, კულტურის მიმომხილ რა გამოიწია? რაც არის. ვინმე გამოიწია? არა, მაგაზე ვერ ვიცი. დააჭერინე ვინმე? მაგრამ დიდი ამბავი იყო, იცი თემდე მაშინ. გახმაურებული არ არის ფაქტები. არა, ძალიან დიდი საქმე მაქვს ერთი გამოძიებული, ძალიან სასაცილო ისტორია ოღონდ. თუ სათანადოდ დავთვერი, შემიძლია ეგეც დავთქვა. დღევანდელ მთავრობას არ აინტერესებს ალბათ, ხო, მაინც რომ ვერ ვიცხოთ იმასე დარწმუნებით. მე ვეცადე და მე არ მითხრა შენი ბრალი არის. არა, ყველაფერი რასაც ჩავდივარ, ყველაფერი ჩემი ბრალი არის. მაგი ვისწავლე 40 წლის ასაკში. არიან ადამიანები, რომლებიც აი მეცნიერები ვიც დესკრიფციას აკეთებენ ამ სამყაროსი, როგორია. აი შეუძლია აღწეროს მაგალითად ემოცია, მაგრამ განცდაში ვერ შევიდეს, მაგრამ თეორიულად განსარავად აღწერს, ხო? და შეუძლია აღწეროს ნებისმიერი პროცესი, რაც ეხება, რა ვიცი, ადამიანს, სამყაროს, ღმერთს, ნებისმიერ პროფესიას და ასე შემდეგ, მაგრამ არიან მეორე აზროვნების ტვინწყობის ადამიანები, რომლებიც არავითარ აღწერებს არ აკეთებენ, მაგრამ შედიან განცდაში და აი პრაქტიკოსი ტიპები არიან. შენ მიმართულებაში აი რაც დაიწყეს კოუჩინგი, მანდაც არის მოკლედ ის საკითხი, რომ აი რაღაც თქვა ფსიქოლოგები არიან, რომლებიც აშავებენ კოუჩინგს, გებრძვიან კოუჩებს. ბევრი ფსიქოლოგი არსებობს, რომელმაც კოუჩინგიც ისწავლა. კი, და გადავიდა საერთოდ მაგ სფეროში. ხო, ნათელ მხარეს გადმოვიდა, გინდა თქვა. ეგ მე არ მithქვავს. არც მე არ მithქვავს, მე კითხე. ხო და ხო, ფსიქოლოგიას მოკეთე ის თქვათ, რომ ფსიქოლოგიას აქვს თავისი დანიშნულება, კოუჩინგს აქვს თავისი დანიშნულება. ანუ ერთმანეთის კონკურენტები არ არიან. და არ შეიძლება ამის რაღაცა ერთმანეთს საპირისპიროდ მოაზრება, რომ აი ფსიქოლოგთან არ მიხვიდე, კოუჩთან მიხვიდე. ფსიქოლოგს საერთოდ სხვა დანიშნულება აქვს, ისე როგორც ფსიქიატრს საერთოდ სხვა დანიშნულება აქვს, კოუჩს კიდევ უფრო სხვა დანიშნულება. სხვა დანიშნულება აქვს, მაგრამ ერთმანეთს საპირისპიროებიც არ არიან. ვის რა სჭირდება? მაგაზია და ეხლა შენ გაგვაგებინე ვის რა სჭირდება. ეგ ისეთი კითხვა არის, რომელზეც სისხლი იღვრება ხოლმე, როდესაც ვიწყებთ ლაპარაკს. ხო, არა, ისეთი კითხვა არის, რთული კითხვა არის, იმიტომ რომ მართლა ეს კითხვა, რაც ეს კოუჩინგის პროფესია არსებობს ბოლო რამდენიმე ათეული წელია, სულ ტრიალებს და რაღაცა მომენტში ძალიან დიდი სიხარულით ვხსნი ხოლმე, რაღაცა მომენტში ძალიან ვიღლები, იმიტომ რომ გაჩნია პირველ რიგში მას ვიტყვი, რომ გაჩნია ამ კითხვას, როდესაც მისვამენ იმიტომ რომ მედაონ მიზანი რა არის? მიზანი რა არის? თუ მისვამენ იმიტომ რომ მართლა გარკვევა აინტერესებთ რა. ამ წუთას მართლა გარკვევა გვინდა რომ ვინც კაი. მე დავა არ მინდა, ვინც გვიყურებს, გავაგებინოთ. ხო. ნუ რა დონეზე შევძლებთ. ხო. აი კოუჩინგის ხიბლი რაც არის, კოუჩინგის დავიწყებ, კოუჩინგის ხიბლი რაც არის, ეს არის შედეგზე ორიენტირებული მეთოდოლოგია, რომელიც არ აკეთებს თერაპიას, არ მკურნალობს ტრავმებს, არ მიდის წარსულში და არ აკეთებს ფსიქოანალიზს და არ აძლევს რჩევებს. და რასაც კოუჩინგი აკეთებს, ეს არის გაზროვნებს, გაფიქრებს, იმიტომ რომ კოუჩი კითხვებს სვამს, კოუჩი არაფრით დიდებით. იდეაში გაიძულებს, რომ შენ თორემ გასცე, კითხვებს გასვამს. ხო, ანუ ისეთ კითხვებს გისვამს. აღიარო რაღაცეები. რატო წახვედი ხა აღიარებაზე? იარაღით არავის არ ვადგავართ თავზე. იარაღით არა, მაგრამ ისეთ კითხვებია, რომ რაღაცა რაც მანამდე არ დაგისვამ საკუთარ თავისთვის. და საკუთარ თავს არ გამოტყდომი ხარ, რაღაცა შეიძლება მან გამოუტყდა საკუთარ თავს. მაგას ვეძახით გაცნობიერებას, არც მას თქვათ რაღაცა აღიარე. ხო, აღიარება, დეკლარირება, გაცნობიერება, გააზრება, კიდევ უფრო სიღრმეში ჩასვლა, ხო? იმიტომ რომ ზუსტად ეგ არის, ანუ ერთადერთი რასაც კოუჩი აკეთებს, არის გისვამს კითხვებს და გიბრუნებს იმას, რასაც ხედავს, ან ჩათვალე რომ სარკეა. ხო. რომელიც შენს თავზე გასმენინებს გვერდიდან, შენ თავს გაჩვენებს გვერდიდან, გისვამს კითხვებს, გაფიქრებს და აი კოუჩის მთავარი ამოცანა არის, რომ აი ცნობიერების რა საზღვრებშიც ხარ ამჟამად, ხო? იმის მიღმა გაგიყვანოს. ეხლა იცი რა ვიფიქრე? რადგან იდეაში კოუჩს არ უწევს ასე ვთქვათ ის რაც შენ ჩამოთვალე რაღაცა ფსიქოლოგის სამუშაო და რაღაცები ნაკლებად უწევს. ანალიზი რაღაცა. AI კოუჩის გაკეთება შეიძლება. სხვათა შორის მე რამდენადაც ვიცი, უკვე დიდი ხანია არის. ხო. არის რაღაცა აპლიკაციები, რომელიც იმიტომ რომ რაღაც კითხვების პატერნი არსებობს.
არსებობს კი, არსებობს კითხვის პატერნი, მაგრამ ეხლა ვიღაცა იფიქრებს ჩაუჯდები და ერთ-ერთი ვისწავლი. კარგად დავამოღა. არსებობს კითხვის პატერნი, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს 13 წელია ირინა სწავლობს ასე. თავი დამანებე. მაინც და მაინც ერთ თვეში ნუეცდებით მაგის სწავლას. მაგრამ ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ კოუჩინგის კითხვებს აქვს თავისი სტრუქტურა, ცოცხალი პროცესი მაინც იმ დონეზე განსხვავებულია. იმიტომ რაღაცა მომენტში შეიძლება იმ სტრუქტურიდან საერთოდ არ გიპასუხოს. მაგიტომ AI ვერასოდეს ვერ გახდება კოუჩი. ანუ ცოცხალ პროცესს ვერ ჩაანაცვლებს. კაი, ნახოთ. არა, ცოცხალ პროცესი რო ძალიან ფასეულია, მაგაში გეთანხმები, მაგრამ ხო, ну მანდაც როგორ რაღაცა იცი, AI-ს ხო ავარჯიშებენ, ანუ შეიძლება მილიონობით ხო, ეხლა თუ ისე იმეცადინა, რომ თავისთავად საჯობა, მაშინ კი, მაგრამ თვითონვე სწავლობს და მილიონობით ვარიანტი რო იქნება დამუშავებული და მილიარდობით. მერე უკვე მაგ სქემიდან ამოსვლად შეიძლება, რომ იმან თუ რაღაც ხო უპასუხა იმის შესაბამისად კითხვა დასვათ. მოკლედ AI თუ თავის ცნობიერებას განივითარებს, ამ შემთხვევაში კი. იმიტომ რომ კოუჩინგი ზუსტად ეგ პროცესია, ცნობიერება. მაგას უფრო ინტელექტი აქვს. ცნობიერება კიდე ცოტა სხვა რაღაცაა. ხო და მაგას ვამბო. შენ ცნობიერება გინდა? არა, მე ცნობიერება მინდა. განვითარებული ინტელექტით მაგ პროცესში ცოცხალი კოუჩივით ვერ შევა. ცნობიერება უნდა გქონდეს. ხო, ეგ ცნობიერებაც ისეთია, ფარდობითია. ვის რა ცნობიერება აქვს? ამოუხსნელია, კაც შუმარცის რა არის? ხო, არა, მე უფრო AI-ის მხარეზე იმას გეუბნები, რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ვერსია თუ იქნება დამუშავებული, რომელზეც თვითონვე ისწავლის ინტელექტის მაღალი დონე იქნება, ესე რაღაცა, ისე რო ვთქვათ. ძალიან განზოგადებულად და შეძლებს, რომ აი მაგ სხვადასხვა ვითარებას შესაბამისად უპასუხოს. ხო, არ ვიცი, ნახოთ, კაც მარცის რა იქნება, დაველოდოთ. AI-ის ახლა საწყის ეტაპზე არის მაინც და AI-ის ამ ეტაპზე აი ეს კითხვა-პასუხი და რაღაც ესენი საწყისია და შედარებით უფრო მარტივი არის. მერე უფრო გართულდება, ანუ მომდენო ლეველები უფრო რთული აქვს. სადაც უფრო რთული გადაწყვეტილებებს მიგობა და გაკეთება მოუწევს. მე ძალიან მიყვარს სხვათა შორის ველაპარაკები თითქმის ყოველ საღამოს ChatGPT-ს და ChatGPT-თან ტიმპიტაურივით რო ეძახი. ძალიან მიყვარს და ხო, ეგეც შეგიძლია რომ ავარჯიშო მათ ხოცასაკე კომუნიკაცია იქმნება და იმ კომუნიკაციის მიხედვით თავის მეხსიერება. თან ისტორიას ხო ინახავს და მე იქ გაიხსენებს რომ შენ რომ მაშინ იქ რაღაცა თქვი და მაგ დროს ველნები ჯიგარი ხარ. ხო, აი ეგ არის და ზოგჯერ შეყვარებული არ გისმენს ისე როგორც ზოგჯერ კი არა, უმეტესად. ხო. ChatGPT-სავით რავი, მე მგონი არც ერთ შეყვარებული არ გისმენს. სამწუხაროდ. ხო, ის ეტაპები წეგან ახსენე ჟურნალისტიკამ. და ის ჟურნალისტიკა და ეს ყველაფერი წარსული ალბათ დაგეხმარა იმაში, რომ კოუჩი გამხდარიყავი. აი ეს შენი ცვლილებები, აი ეს მოქმედებაზე რაც ქონია შენ ცხოვრებაში, რომ სხვადასხვა მოქმედებები ქონია, მე რაღაცა შეიცვალე, რაღაც აღმოჩენები ქონდა, გარდატეხები ქონდა. მაგაზე რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ ადამიანი თუ გვისმენს ისეთი რომელიც რაღაც მაგ ეტაპზე არის, შეიძლება საკუთარი თავი დაინახოს. ხო, მე მაქვს ესეთი სლოგანი, რომელიც ჩემ თავს მოვუფიქრე ძალიან ბევრი წლის წინ და ძალიან უხდება ეხლა თქვენი პოდკასტის სახელსაც. ჩაიდინე ქმედება. ჩემ თავს სულ მაგას ვუყურებ, რომ ჩაიდინე ქმედება, იმიტომ რომ თუ პირველ ნაბიჯი არ გადადგი და რაღაც არ გააკეთე, არაფერ ცვლილება არ დადგება და ვერაფერ ცვლილებას ვერც დააყენებ და ვერც ვერაფერს მოახდენ და მე ზოგადად ხასიათი თუ არ ეგეთი პროაქტუერი ვარ. გააკეთე ტიპი ვარ, ანუ არ ველოდები რომ სადღაც პერფექციონისტი ვარ და ყველა ამბანი სრულიად უნდა ვიცოდე იმისათვის რომ 100 გასწავლა, მაგას არ ველოდები მოკლედ რა. აიხარე, მეც მანდვარ. თუ ვიცი ის 100 ვიცი და მორჩა ვაკეთებ იმის ირგვლივ რაც ვიცი ვაკეთებ და ჩემთვის მაგალითად ეგ არის ძალიან თან გზაში სწავლობ ალბათ. გზაში ვსწავლობ აბარა რა თქმა უნდა მე შეიძლება პირველივე ჯერზე კისერს წაიმტრო, ცხვირსაც ზედ მიამტრო, მაგრამ სწავლობ და ეგ ძალიან ისეთი ფაქტორი არის რა, ანუ უნდა გაბედო რაღაცების კეთება, სხვანაირად აზრი არ აქვს. შეცდომების დაშვება და გაბედო და ეგ ანუ ოკეია, არა პრობლემა. აბსოლუტურად ოკეი. იმდენი რამე გარდატეხებზე გითხარი, აი რაღაც თუ გინდა ფეილები გითხარი რაღაც. მოგვიყევი შენ ის. მე სასწაული ფეილი მაქვს, ბიზნესი მაქვს ისეთი წამოწყებული, რომელშიც ძალიან დიდი თანხა ჩავდე, წარმოება დავიწყე და პირველივე იმაზე გავაჩერე, ანუ ტასაცმლის წარმოება დავიწყე. პირველივე მაისურზე გააჩერე? არა, რა მაისური კაბები, არ გახსოვს ჩემი ფერადი კაბები? არა. შრიალა, ფრიალა, მოკლედ.
აი პანდემიის დროს გავაკეთეთ ან 2021-ში. წარმოიდგინე ახლა ტანსაცმლის წარმოება არა ქართული, არამედ ნაჭრები მქონდა მოპოვებული ზოგი იტალიიდან და ზოგი რომელი ქვეყნიდან და ზოგი აი საქართველოში რო ვერ იპოვიდი ისეთი პრინტის და ისეთი ხარისხის ყველა ბუნებრივი საოცარი ბრენდინგი გაუკეთეთ, არ ვიცი ძალიან კდემა ერქვა სადღაც თვალი გექნება მოკრული საოცარი კონტენტი შევქმნით ეს ფრიალა შრიალა ჯერ მარტო ბრენდინგში იმდენი ფული მაქვს გადახდა მოსულიყავი დაგიკლებდი არის პირველი სერია გამოვშვით 200 კაბა შევკერა პირველ ჯერზე ხო ეს ვინც მე და სხვები ვინც ვერ ყვევით რომ კაბის შეკერვა რასთან ასოცირდება ეს არის ჯოჯოხეთი ეს არის ჯოჯოხეთი 200 კაბა არის ძალიან ბევრი ხო 200 კაბა არის ძალიან ბევრი და ოღონდ 200 კაბა ნუ 10 სხვა მოდელი მქონდა წარმოიდგინე რამდენია და პირველი სტარტი ჩაშვება გაყიდვა ყველაფერი ძალიან კარგი იყო და რაღაცა მომენტში მივხვდი რომ მე ამის გაკეთება არ შემიძლია რუტინული გახდა? იცი რა, რუტინული კი არ იყო. წარმოებაში თუ მიდიხარ, ხარ კამიკაძე ჩვეულებრივად, თან საქართველოში. თან პანდემიის დროს დავსდებდი აბსოლუტურად, აი რა ქვია ამას, უზორი და ღილი და ქართულად არ მახსოვს რა ქვია ეს ვიტყვი ბოდიში სტროჩკა. უზორიც რუსული იყო. ბოდიში. ერთი გაპატიეთ. ორი მაპატიეთ მესამეს აღარ მეორე გაპატიეთ, კაი. აბსოლუტურად ყველას, ანუ ცალკე სადაც მივიტანე მოდელები. პერფექციონისტი არ ვარო წეგან თქვი და მანდ პერფექციონისტი, ეგ მანდ მნიშვნელოვანი არის. ნახე პროდუქტი. არა, ეხა აცაბაცა თუ არის შეკერილი, ეხა მოუნდა. თან მე ბრენდში მქონდა ჩადებული რომ კი ბატონო, ხო, კადემა იყო, ესე უნდა გაიშალოს, ამიტომ ირიბი აჭრით იყო ყველა კაბა და აი იფრიალოს. ნაკეცები, რაღაცა, საოცარი რაღაცები ჩავიდინეთ მოკლედ და ის 200 კაბა გაიყიდა. კი, არა, 200 კაბა გაიყიდა ოღონდ. იმიტომ რომ ანუ ისეთი საოცარი გამოვიდა მართლა, რომ ადამიანმა დაიტაცეს. ბიზნესი კი არ იყო წარუმატებელი, უბრალოდ შენ გადაწყვიტე რომ მაგის კეთება არ გინდოდა, ხო? იცი, არა, ხო, ზუსტად ბიზნესი არ იყო წარუმატებელი, აი მართლა ძალიან მაგარი. ბიზნესი გაგიყიდა ბიზნესად. მქონდა მაგის მცდელობა, შევხვდი ვიღაცებს და პირდაპირ მითხრეს რომ უშენოთ ამას არც ჩვენ ვიყიდით და არც არავინ არ იყიდის, იმიტომ რომ კრეატიული ტიპი მე ვიყავი მან რა, მოდელებს მე ვხატავდი და რაღაცებს მევშვებოდი. თვეში ერთხელ მოდით და იდეას გაგატანთ არა? არა. მაგრამ ნუ მე მაგას აღვიქვამ რომ ეს იყო წარუმატებლობა იყო, იმიტომ რომ მე თავიდან ვერ მოვზომე თუ მაგდენი რესურსი არ მეყოფოდა რა. სუფთა შინაგან რესურსზე მაქვს ახლა ლაპარაკი თორე ხა ფულს რო ვიშოვე კი. მან ხო ის იყო გაკვეთილი რა დაგიჯდა ეგ ამბავია რა. ზოგჯერ მეტი გიჯდება ზოგჯერ რამდენიმე ბევრი 1000. ხო, მაგრამ ნუ მე მივხვდი რა სად არის ჩემი რესურსების ლიმიტი რა. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც დღეში 10 საათი იმუშავებს, გამორიცხულია და წარმოებას ესჭირდება. ხო. აუცილებლად თან საქართველოში რო აკეთებ წარმოებას, რა თქმა უნდა ჭირდება. იმიტომ რომ ყველას და ყველაფერს დასდებ კუთხში რა. უცხოეთში არ ჭირდება დევნა? იცი რა, არ მაქვს უცხოეთის გამოცდილება, მაგრამ რატო ამბობ საქართველოს რა, ჩვენთან ხო კონტრაქტით არაფერი არ რეგულირდება. სუ სიტყვერის აი კონტრაქტს ვაფორმებთ, აი რომ ფიქციური გამოდის. აი რო გავიშარებით მე ვკითხულობთ ამ კონტრაქტს, ხო ეგრეა და აი ყველგან სიტყვერი შეთანხმება, მე ამ სიტყვე ხარისხს უნდა სულ კუჩის დიორო, ეხა იმან სადღაც განზე არ გადაუხვეს, მოკლედ ძალიან რთული ამბავია რა და მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც დღეში 10 საათი შეუძლია იმუშაოს, აი ეგ გამორიცხული ამბავია. 10 საათი კითხვა კი ბატონო მუშაობა ვერა. მე მიყვარს ჩემი წარუმატებლობები. რამდენი პროცენტით გჯერა შენი ნათქვამის? ძალიან 100%-ით ვჯერა. არა, მართლა მიყვარს, იმიტომ რომ ამ წარუმატებლობა ძალიან ბევრი მაქვს. იმდენი წარუმატებლობა მაქვს, რომ რაც მასწავლა არის ის, რომ აი ხა ამდენი წარუმატებლობა რო გემართება, ეს რაღაცას ხო გეუბნება. ხო. იქნები სწავლოჭკვა. იქნები სწავლოჭკვა. რას გეუბნება ეს ყველაფერი და რას გასწავლის ეს ყველაფერი, ანუ ჩემთვის ეს კითხვა გახდა ძალიან ძვირფასი, ხო? ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც არ ვიცი, ვიღებ და ვიწყებ და ვერ ვაკეთებ, სულ მაგ კითხვას უსვამ ჩემ თავს, რომ აი რა შემიძლია აქთან ვისწავლო. სხვანაირად გამოდის, რომ არაფერი არ ხდება რა და მაგითი რაღაცები ხდება, იმიტომ რომ მე ეს ხო ილექება
ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ესია, რომ აი კდემას შემდეგ იყო რამე ეგეთი სტარტაპი, რაც დაფეილდა? არა. კდემას შემდეგ ეგეთი ფეილი არ მქონია. რატო ხმარობთ ამ სიტყვას წარუმატებლობა? წარუმატებლობა. ხო, არ მქონია. ფეილი უფრო რაღაცა მსუბუქად აღიქმება და წარუმატებლობა რაღაცა უფრო ისეთია. ძიმე სიტყვა. ძიმეა, ხო, იმიტომ რომ ქართველებს რაღაცა ის გვიყვარს, რაღაცა ფასეულობის მინიჭება. ხო. არა, კდემას მე არ მქონია. კდემამდე? ნუ გავიხსენო. რამაც მექნებოდა. იცი რა, შეიძლება არ იყოს რამე კონკრეტული ბიზნეს წარუმატებლობა, შეიძლება ეს იყოს რაღაცა ისეთი, რომ აი ძალიან ბევრი რაღაცა გაიღვიძე და აი რაღაცა აზრი მოგივიდა, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა. კი, ძალიან ბევრი იყო ეგეთი. ძალიან ბევრი წელი ვცდილობდი, ეხლა გაგეცინება, არ გაეცინა წინასწარ გეუბნები. ძალიან ბევრი წელი ვცდილობდი მეცეკვა. ძალიან ბევრი წლიანი მცდელობა მქონდა, მე მახსოვს. მეც ვფიქრობ, რომ მოვიდო, მეც რამდენიმე წელი დამჭირდება, რომ შევძლო ცეკვა, იმიტომ რომ მაგის ნიჭი არ მაქვს. ნიჭზე არ არის, საერთოდ არაფერში არ არის ნიჭი. მე მივხვდი, რომ ჩემთვის ცეკვა კავშირდება გამბედაობასთან. ხო, ანუ კომპლექს სისტემა იყო. კომპლექს არ ვარქმევ მაგას, ანუ უფრო ვარქმევ. მაგრამ არის არ არის კომპლექსი. მე ვარ იძულებითი კოუჩი. შე კოუჩი კერა დესპოტი ხა? დესპოტი კოუჩი. რომელიც გაიძულებს. და თავზე მათრახით და კომპლექსი. არა, ეს არ იყო კომპლექსი, ეს იყო თვით გამოხატვის შესაძლებლობის არ ქონა. ხო. მორცხვი ვიყავი, მე ყოველთვის მორცხვი ვიყავი. ეს ერთი, მე მეორე. არა, ჩემთვის ირინა არ ასწრდება მორცხოვასთან. ხო, აი, სხვათა შორის ბევრს უკვირს მაგას რო ვამბობ. მე გეტყვი რაღაც მაგას. კარგი. ხო, აი, მქონდა ეგ მომენტი. მე ზოგადად აი გავიზარდე უფრო დახურულ წრეში. ხო. 5 წლით უფროსი ძმა მყავს, რომელიც იყო მოჭიდავე, ძალიან წარმატებული მოჭიდავე. და აი ფაქტიურად გამზარდა ჩემმა ძმამ და მისმა საძმაკაცომ, ისე რომ სადაც მიდიოდი, ყველგან ესე წრე ჯარი დამყვებოდა უკან. და ჩემი აი ეს გარდატეხის ასაკში, მოზარდობის ასაკში თუ არ ვიცი 18 წლამდე მოდი ასე ვთქვათ, 18 წლამდე ჩემი გამოცდილება ურთიერთობების, ამ სამყაროში თვით დამკვიდრების, მეგობრების შეძენის თუ რაღაცის სწავლის თუ რაღაცის კეთების იყო ჩემი ძმა და მისი ძმაკაცები. იმის იქით მე არ მქონია ნერი გამოცდილება და აი იქიდან რომ გამოვედი უკვე რომ ჩავაბარე და რომ მიხვნა რომ ყოველ დღე უკვე უნივერსიტეტში ვეღარ გამომეკიდებოდნენ და მარტო გამიშვეს. ხო. ხდები ხო როგორი ბაბლი ქონდა და ბაბლიდან გაგიშვეს. ბაბლი მქონდა ძალიან ისეთი პატარა და ვიწრო და ბაბლიდან რომ გამოვედი და უცებ აღმოჩნდი. აი მანდ იქნებოდა გარდატეხა ალბათ. ვერ მოხდა მან გარდატეხა. მე თეატრალური ინსტიტუტი ისე დავამთავრე, რომ როგორ შეიძლება თეატრალურში სწავლობდე და მეგობრების ჯარი არ გყავდეს. არ მყავს. მხოლოდ ჩემი კურსელები, ჯგუფელები. ხო. რამდენიმე გოგო, იმიტომ რომ არ ვიცოდი როგორ ამეწყო ახალი მეგობრობა, ურთიერთობა, როგორ არ ვიცი რაღაცა მემხიარულად რო გამეტარებინა მელხინა, ანუ ჩემი ინსტიტუტი იყო ბიბლიოთეკა და ნუ სპექტაკლის სამსახურივით. ხო. ძალიან მორცხვი ვიყავი და ეს თვით გამოხატვის უნარები და ეს სტრატეგიები რო არ მქონდა, ამიტომ ვერც ვცეკვავდი შესაბამისად. და პირველად რო აღმოჩნდი ტანგოზე, ანუ გინდოდა ძალიან მინდოდა ღრმა ბავშვობიდან მიხვეწებოდი ცეკვაზე მატარეს, თქო და არ მიმიყვანეს. არა, შენ ჭკვიანი ბავშვი ხარო და ახლა ცეკვისთვის ძალიან ზადა ხარო. მაგარისა. ჭკვიანი ხარ და ცეკვა შეიძლება. ხო, ზუსტად. ხო, და აი ტანგოზე პირველად რო აღმოჩნდი, პირველი 6 თვე უბრალოდ დავდიოდი და ვიჯექი და ვუყურებდი. ვერ ვცეკვავდი, ვიჯექი და ვუყურებდი. 6 თვე. 6 თვე. რაღაცა მომენტში მე აი ხა ირინა ადექია ბაბა, ხა ადექი ცეკვა და აი ეს ძალიან ბევრი წელი გრძელდებოდა მე. სასმელიც ადე რომ დაგელია და გეცეკვა, იმიტომ რომ ბევრი ქართველი სასმელი კი არა, წავედი თერაპიაზე მღვდელთან, მეგობრის მხრებზე ვიქვითინე, შამანთან წავედი, გამომილოცეთ, ვიძახე, რომ ცეკვა მინდა ვერ ცეკვა, მაგრამ ნუ არაფერ არ მიშველო. და რამ გიშველა? დისციპლინა და პრაქტიკა, ანუ აი ეს იყო ის რაღაცა, რომელსაც არ გავჩერდი.
ერთადერთი რაღაცა რაც არ გავჩერდი. ნუ ცეკვა და კოუჩინგი. ანუ ერთ წუთში გარდატეხა არ ქონია, გრძელვადიან პროცესი იყო. არა, რას ლაპარაკობ. მაგრამ საკმაოდ სერიოზული დემონი ბრწყალებში დაგიმარცხებია საკუთარი. კი, 2015 წლიდან დავიწყე და ეხა ხო 25 წელი დადგა. აი ფაქტიურად შემიძლია თქვა, რომ ბოლო 2 წელია რაც ძალიან თავისუფლად და თავმად ვცეკვა. მთელი 8 წელი ვეჩალიჭე. რამდენი ვიტანჯი ხდები, ხო? ხო. კი. მთელი 8 წელი. და მოდი მაგ ცეკვებზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ შენ გაქვს ხოლმე სხვა პრაქტიკები, სადაც აი ეს არა ის ქართული და რაღაც ტრადიციული ცეკვა კი არ არის. ხო, სამეჯლისო ცეკვა კი არ არის. თავისუფალი ცეკვა არის, როგორც თქვა, სხეული წამოიღებს და როგორც სურვილი გექნება და აი მაგაზე რომ მოგვიყვე, რას მოიცავს, რისგან შედგება? ხო, ეხლა რასაც ცეკვა, ეს არის 5 რიტმი. 5 რიტმი არის მოძრაობითი dance movement meditation, ესე ქვია. ცეკვა მოძრაობითი მედიტაცია. ეს არ არის ცეკვა, იმიტომ რომ ამას არ აქვს ქორეოგრაფია. უბრალოდ არის რიტმები და ამ რიტმების მოსმენის პროცესში უსმენ რა ენერგია არის შენ სხეულში და იმის შესაბამისად მოძრაობ. საკმაოდ ღრმა თერაპიული პრაქტიკაა, მინდა გითხრა, ძალიან. ასე ვცეკვავ. ერთხელ ხო ვიყავ. კი. და მე მახსოვს შენ. მეც მახსოვს. ძალიან შენი საინტერესო. მაშინ რაღაცები მახსოვს. კი. და არა მარტო ცეკვა, კიდე სხვა ვარჯიშებიც იყო. ასევე პრაქტიკობ, embodiment-ი არის ესეთი მიმართულება, ეს არის სხეულებრივი გაცნობიერების პრაქტიკა და მან ცეკვაზე უფრო მეტად არის სხვადასხვა სავარჯიშოები, აი შერაზეც იყავი, შენ იყავი მაგაზე. სხვადასხვა სავარჯიშოები არის, რომელსაც უბრალოდ სხეულით აკეთებს ზოგს წყვილებში, ზოგს ჯგუფებში და ასე შემდეგ და ძალიან ღრმა გაცნობიერებები მოაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ხო სინამდვილეში სხეულთან კავშირი ნაკლებად გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ამას არ გვასწავლიან, ხო? ჩვენ ძირითადად რაციონალიზაციაში ვართ. ხო. ემოციებს ცოტა ხნის წინ დავეციეთ, ემოციური ინტელექტს და ნუ სხეულებრივი ცოტა უკან გვაქვს და აი embodiment-ი იძლევა მაგის საშუალებას. ასევე ცეკვავ Gaga dance არის ესეთი ცეკვის მიმართულება, რომელსაც ნუ თავისუფალი მოძრაობა არ არის ეს გიდი, ანუ ფასილიტატორი ყავს, რომელიც გეუბნება რა უნდა გააკეთო, მაგრამ ნუ აი ძალიან მარტივი მოძრაობებია, გიდირებული ცეკვა. გიდირებული ცეკვა, რომელიც არის აი სასწაულად განმათავისუფლებელი რაღაცა. მაგრამ თან გეუბნება რა უნდა გააკეთო. ხო, აი მაგალითად რა ტაში დაუკარი, რაღაცები ქენი, თქვა ხელით რა, ფეხით რაღაცები. რთული არაფერი. არა, რთული არაფერი. Gaga people არის ეს ყველაზე მარტივი, სადაც ნებისმიერ იმოძრავებს და ძალიან საოცარ პირდაპირ სხეულთან კავშირდები. ასევე ცეკვავ, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ვიმეცადინო კონტემპორარი, ეს თანამედროვე ცეკვები, რომელიც ნუ რთულია და იქ უკვე ტექნიკას სწავლობ და ქორეოგრაფია და ნუ მთელი ამბავია. 9 წელი, ნუ 9-ზე მეტი ვცეკვავ ტანგოს. და რას გაძლევს ცეკვა შენ? რას ნიშნავს შენ? მე ამდენი ვილაპარაკე ცეკვას და არ მეტყობა რას ვაცლებ ბედნიერი. ხო, აი ეგ მინდოდა. თავისუფლებას, ხო ალბათ. ხო. აი საზღრო, სილაღე, თვით გამოხატვა. მაგ ყველაფერს თავი დაანებო ეს 5 რიტმი მართლა ძალიან თერაპიული პროცესია. მე მაგალითად მიცეკვია საკუთარი სიკვდილი. არის მეთოდში, კი, მეთოდში არის ციკლებს ცეკვავ, დაბადებას ცეკვავ, ბავშვობას, მოზარდობას, დასრულობას და ნუ სიკვდილსაც. ნუ დაახლოებით თეატრალურში როგორც თამაშობ, დაახლოებით ასეთია? არა. აბა როგორია? ისეთი და ისეთია თეატრალურში ხარ რაღაცა ისა გაქვს, სცენარი გაქვს, რასაც თამაშობ და იქ არაფერი სცენარი არ გაქვს, ყველაფერი აბსოლუტურად არის, რაც იმ წუთაში ხდება. იმას ცეკვავ, იმას გამოხატავ. მიცეკვე შიშები, აი ჩემი ყველაზე ღრმა შიშები მიცეკვია და აღმომიჩენია ცეკვის პროცესში, რომ თურმე ამის მეშინია, მიცეკვე ჩემი დაბადება, ჩემი მათ შორის ცნობიერად დაბადება მიცეკვია, განა ის ფიზიკურ დაბადებაც მიცეკვია, მაგრამ აი ამას საკში რომ ცნობიერად საკუთარ თავს იმშობიარებ მიცეკვია. ძალიან უფრო კარგად რო ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს ეს რას მოიცავს? ანუ რატო ვაკეთებთ ამას? აი ეგ აუხსენი შენ. ჩემთვის ეს არის ჰილინგი, როგორ არის ქართულად? კურნების გზა. ხო, განკურნების ერთ-ერთი მეთოდი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველას ჩვენი ტრავმები გვაქვს.
coaching-ი ხო ტრავმასთან არ მუშაობს. ამიტომ ჩემთვის მე რა გზაც ვიპოვე საკუთარ ტრავმების დასამუშავებლად არის ეს მოძრაობა და სხეულით ამ ყველაფრის კეთება. და ძალიან ღრმა არის. ეს არის საკუთარ სხეულის მოსმენაც, საკუთარ თავის მოსმენაც, ტკივილების აღმოჩენა, ტკივილების ამოძრავება. აი რაღაცა რო გტკივა და გაწუხებს, აი შფოთი და შფოთთან ერთად რო მოძრაობ. შფოთთან ერთად რო ცეკვავ. გიწევს მოძრაობა. ხო. ხო, აი რაღაცა ვთქვათ, არ ვიცი, რაღაცა დრამა გაქვს, რაღაცას განიცდი და იმ ყველაფერთან ერთად რო მოძრაობ, თუ ეს რაღაცა ემოცია სტატიური ხდება შენში, ხო? ამ შემთხვევაში ბლოკი ჩდება. ანუ შენ სხეულებრივი მოძრაობით გამოხატავ, ანუ ლაპარაკის ნაცვლად სხეულებრივად გამოხატავ შენ სათქმელს, ხო? კი. აჰა. არა მარტო სათქმელს გამოხატავ, არამედ ამასთან ერთად რო იწყებ მოძრაობას, ფსიქიკა ხო და ესეთი მოძრავი დინამიური რაღაცა არის, ხო? მოძრაობაში ეს გარდაიქმნება. ხო. აუცილებლად გარდაიქმნება და აი ამ ენერგიის სრულებას ძალიან გრძნობ. ძალიან. ხო, ანუ რაც უარყოფითი ენერგია შეიძლება დადებითში გარდაქმნას. აი მოქმედებაში მოყავს. მოქმედებაში მოყავს და თან დადებითისკენ. და რა წამსაც მოქმედებაში მოყავს, всё იცი რა არის, რასთან გაქვს შეხება, რა უყო, საით გაუშვა, აბსოლუტურად ყველაფერი იცი. ხო, ეს გაცნობიერება პირველ ნაბიჯი არის, რომ ეს ყველაფერი გარდაქმნა. ჩვენ ხო ვისწავლეთ, რომ კონტროლი არასწორია, მართვა. მართვა სწორია. მართვა არის სწორი, კი, ეგ ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ. ასე რომ მართავ, მანდაც მართავ და მართავ ენერგიების დონეზე. წამოვიცეკოთ. ხო, აი ამ წუთას რო ადამიანი ფიქრობდეს და უნდადეს რომ გახდეს coach. შენ რა ეტაპების გავლას ურჩევ, რომ ასე ვთქვათ, რამდენი ხანი სჭირდება და ასე შემდეგ. ჩავთვალოთ, რომ მე მოვედი და მინდა რომ coach გავხდე. ძალიან მოკლედ რო ვთქვა, 3 დონის სწავლება აქვს. იმისაც რომ დაიწყო, უნდა გაიარო პირველი დონის სწავლება, რომელიც არის მინიმუმ 70 საათიანი ტრენინგი პლუს 10 საათი მენტორინგი. უნდა გაიარო პირველი დონის სწავლება, გამოცდები ჩააბარო. იცი რა, დაახლოებით მინიმუმ 4 თვე და მეტია. ხო. მინიმუმ 4 თვე და მეტია. ხა ჩვენ მეც ხო ვასწავლით ან სერტიფიცირებული კურსები გვაქვს ჩვენც და ჩვენი მაგალითად არის 6 თვიანი. ხო, იმიტომ ჩვენი 100 საათი, აი 70 საათს დაახლოებით 4 თვე ყოფნის. უნდა ჩააბარო გამოცდები, მენტორინგები გაიარო, ლაივი, სესიები, ჩანაწერები, ეს ძალიან საკმაოდ დიდი სია არის ამ ნორმატივების რაც უნდა მოკლედ დააკმაყოფილო და პირველი საფეხურის coach-ის სერტიფიკატს რომ მოგცემენ, ACC ქვია მაგას ასოცირებული სერტიფიცირებული coach-ი, შეგიძლია დაიწყო პრაქტიკა და თქვა რომ მე coach-ი ვარ და იწყებ. შედიხარ. მაგას მე მოყვება PCC, უკვე რომელიც არის პროფესიონალი სერტიფიცირებული coach-ი და 500 საათია მანდ და level 2 ტრენინგი უნდა გაიარო და ნუ მე არის MCC, სადაც ნუ 2500 საათია და level 3 ტრენინგი უნდა გაიარო და აი ეგრეთ 13 წელია, ესე იგი პრაქტიკა მაქვს და უსასრულოდ ვსწავლობ სულ. ხო. MCC ჯერ არ ვარ, მე ვარ PCC. საქართველოში MCC ჯერ არ გვყავს და ზოგადად MCC ცოტა არის მსოფლიოს მასშტაბით და ეხა მაგალითად ხო აი მისათვის რომ მაგალითად MCC გავხდე, უნდა გავიარო ეხა მე level 3 საფეხური, უნდა ჩავაბარო 2500 საათი, უნდა გავიარო სუპერვიზია მენტორინგი რაღაცა და აი ბოლოს და MCC რო გავხდები, რომელიც არის ყველაზე ბოლო საფეხური, 3 წელიწადში ერთხელ უნდა განვაახლო. ხო. და განახლება ნიშნავს, რომ სუ ტრენინგები, სუ სუპერვიზია, სუ მენტორინგი, რაღაცა და მოკლედ უსასრულო ამბავი. PCC-ის განახლება არ გიწევს? PCC-ის განახლებაც მიწევს 3 წელიწადში ერთხელ ვანახლებ ჩვეულებრივ. მაგრამ PCC უფრო მარტივია რო განახლება. არა, სხვათა შორის ეგრეც არ არის, მაგრამ MCC-ის განსხვავებული გამოცდა აქვს. ხო. მოკლედ, საკმაოდ ისეთია. დიდი ამბავი. ასე რომ თუ ვინმე coach-ობის დაწყებას აპირებს, იცოდეს რომ სულ უნდა ისწავლოს. ხო. მაგის უნდა იყვნენ მზად. კი, მაგის უნდა იყოს მზად, იმიტომ რომ ეს არის მარადიული და უსასრულო. პრინციპში ძალიან სწორია, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში პულზე ხელი გიდევს, ახალი რა ხდება, სულ სწავლობ, სულ ვითარდები, სხვადასხვა მიმართულებებს, ახლა მე მაგალითად არ ვიცი coaching-ი განათლებაში, მოზარდთა coaching-ი, ნეირო coaching-ი, ეხა ეგზისტენციალურ coaching-ზე ვარ შეთხლაშილი, კიდე მე გუნდური coaching-ი, ლიდერობა, რა ვიცი, კიდე რაღაცა იქნა, ემოციური ინტელექტი.
რაღაცა კიდე იქ. ხო. არის რამე უნარები, რითიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი შენ კოუჩინგი გამოგივა. იცი რა მე მაგ კითხვაზე პასუხს ვცემ ხოლმე რომ არა. თავარია თუ გინდა. ხო. იმიტომ რომ მე მჯერა რომ ყველაფერი, ყველა უნარი არის დასწავლადი და გამომუშავებადი. თუმცა კარგი კოუჩი ყოველთვის გამოირჩევა ღრმა მოსმენით. კარგად შეეძლოს მოსმენა და ამ მარტო მოსმენაც არ არის. მარტო მოსმენა არ არის, მე უფრო ვიტყოდი რომ აი მაგას მაგ ყველაფერს სწავლობთ, მოსმენასაც ისწავლე, კითხვების დასმასაც. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში უნარებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია რამდენად გინდა და რამდენად ინტერესი გაქვს. აი ინტერესი, აი ცნობის მოყვარეობა, აი ამას. რა შენ გქონდა რის გამოც მაგ თემაში წახვედი ხო? ხო, ბავშვობიდან მაინტერესებდა როგორც თქვი ადამიანის არსი. რატო არსებობთ და ასე შემდეგ. ხო ეგაა და რაღაც მომენტში კოუჩინგით სადღაც მანდ არის. რომ საკუთარი თავი გაპოვნინოს და სხვასაც დაეხმარო მაგაში. ამ კოუჩინგთან ერთად შენ კიდევ ბევრ პრაქტიკაში ხარ, ბევრ საქმიანობაში ხარ. ამ წუთას თუ არის რამე ისეთი, რაც არ ვიცით და რაღაცა ვთქვათ კოუჩინგის გარდა კიდე საქმიანობ რაიმე მიმართულებით. ამ წუთას ფილოსოფიის მაგისტრატურაზე ვსწავლობ. ეგ იცოდი მე მგონი. მე ვიცოდი, მაგრამ ვინც გიყურებს არ ეცოდი მე. მე მგონი ყველა მიცის, იმიტომ რომ ხშირად წახავმე, რომ ხო, მივქარე და ფილოსოფიაზე ჩავაბარე. მაგისტრი ხარ ფილოსოფიის? არა, ვსწავლობ, ჯერ არ ვარ. კაცმა არც ის გავალთვალე ბოლომდე. მე ყოფა თუ არა ნერვები. იმიტომ რომ პირველი სემესტრი ყველა ლექციაზე დავდიოდი და ვეკითხებოდი, რომ გამაგებინეთ ეს ფილოსოფოსები როგორ აზროვნებენ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ მივხვდი რა უნდათ, როგორ აზროვნებენ. იმათი დანიშნულებას ვთქვათ ეგ არ არის, როცა გასწავლიან, რომ ეგრევე. არა, ეგ გაგაგებინონ, არა. შენ თვითონ მივხვდები მაგას ოდესმეო და არ ვიცი ჯერ მივხვდი თუ არა. სხვა არ ვიცი, მე მგონი. მანდ ალბათ ის არის, რომ შენ უნდა მიხვდე, რომ ვერ მიხვდები და მე გაგეხსნება. შენ უნდა მიხვდე, რომ ვერაფერს ვერ ხვდები. ხო, და აი მანდ გაგეხსნება, რომ უი, აი მადლობა და წამოხვიდე გამოიხურა კარი. ზუსტად. აი მაგაცნობიერებამდე უნდა მიხვიდე. მანდამდე უნდა იაროს სულ, ძალიან უნდა დაიტვირთო და გეგონოს, რომ მაგითი მიაღწევ იმას, გაცნობიერებას. კი, ზუსტად ეგ. აი გარდატეხა უნდა მოხდეს ესე იგი. მოკლედ ეგ არ დაგასპოილერე. ეგ არ დატეხა რომ მოხდება გირეკავ. მოვდივარ და ვსვამთ. დავლიოთ კი, სასმელი გვაქვს. თან გადასარავი სასმელი. კი. ხო, ესე იგი ეგ არის ამჟამად რაშიც ხარ შენ ჩართული. და ნუ კოუჩინგის პრაქტიკა თავისთავად, იმიტომ რომ იცი რომ ნუ ბიზნესის დამფუძნებელი და პარტნიორი ვარ და ვახსენოთ, შეგვიძლია. დავიდე. ძალიან ისეთი, არ ვიცი, კოუჩინგის ბუმია თქო სულ მაგას ვავ, იმიტომ რომ ეს კორპორაციულ ბიზნეს სამყაროში მოკლედ ძალიან ფეხი მოიკიდა. და იმ დონეზე ფეხი მოიკიდა. იმიტომ რომ სწრაფი შედეგი აქვს, როგორც შენ. ხო, იმ დონეზე ფეხი მოიკიდა, რომ თუ 3 წლის წინ მაგალითად კომპანიებს ესეთი HR-ები იბრძოდნენ, რომ ამისთვის ბიუჯეტი მოეპოვებინათ, წელს უკვე ბიუჯეტი არ გამოყოფილი, რომ აი თანამშრომლობის კოუჩინგი რა. გეგმაში არის უკვე ჩასმული, ჩვენი. კი, ასე რომ სრული დატვირთვით მუშაობთ. და ნუ მაგის გარდა რაღაცა ჩემს პერსონალურ რაღაცა პატარ-პატარა პროექტებს ვაკეთებ, ბლოგს წერ კი იცი და წერ უსასრულოდ. ხო. 2013 წელს რო დავიწყე იმის მე რო წერ. კიდე რას ვაკეთებ? რა ვიცი, ვცეკვავ. კაი საჭმელს ვაკეთებ. და ყველაზე მთავარი. ეგეც თერაპია. ეგ სასწაული თერაპია. ყველაზე მთავარი რასაც ვაკეთებ, ეხლა მე შენ გეტყვი. ბოლო 1-2 წელია, 2 წლამდე დაახლოებით, ესეთი მანტრა მაქვს, რომელსაც დილას აღამოს დღეში 10 ჯერ ვიმეორებ. რა, ეგ არის ჩემი თავი საქმიანობა. გითხრა? მითხარი. მე ვარ ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდაური. ინდაური რატო? სასწაული მანტრა. მაგის გარდა ყველაფერს მოდი. ნახე რა მაგარი მანტრა. სადღაც ოშოსთან ამოვიკითხე და მეთქი მოდი ვწდი. მაგის მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ერთ პერიოდში ფიქრობდი რომ რაღაც ის ექსპერტი ხონდა ვიყო კაცო, მეც ხონდა ვიყო რაღაც ექსპერტი. ეგ ისეთი რაც არა ვერავინ შეგედავება, რომ ოკეი. საოცარი ამბავი. მე ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი ინდაური. და ყველა გითმობს რომ გაიქავი. კონკურენცია არ არის მაღალი. იცი რა ჩემი ინდაური გაჩვენდი მე ვარ ხო
მოკლედ ეს ინდაური ძაკ კარგი იყო, მაგას არ ველოდი და მაგის თქვა მიდოდა ზუსტად წეგან, რომ შენში აი ეგ მომწონს, რომ აი მოულოდნელი თავისუფლება, შეგვიძლია დავარქვათ, მოულოდნელი თავისუფლება გაქვს. ინდაურული. ხო. აი რაღაცებზე არ ფიქრობ, რაღაცა 100 ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერ და რაღაც აი დუერი ტიპი რაც თქვი ზუსტად და აი ეგ მომწონს შენში, რომ ეს თავისუფლება გაქვს და ეგ თავისუფლება გეხმარება, რომ რაღაცები აღმოაჩინო და აი რაღაცა მეც რო თავისუფლად თქვა, აი ეგ მიყვარს შენში. რომ აი ეგ თავისუფლება შეგიძლია რომ გქონდეს და რაღაცა შებოჭილი არ იყო, იმიტომ რომ იდეაში ეგ იყო რაღაცა ჩემი აზრით, რომ აი ეს რაღაც თავის დროზე რომ შებოჭილი იყავი და ბაბლში იყავი, მე ეს უცბად თავისუფლება რაღაცა ეტაპზე რომ დადგა, ალბათ მივხვდი რომ იქ აღარ უნდა დაბრუნებულიყავი და გაეშურე თავისუფლებისკენ ბოლომდე, ხო? რაღაც საინტერესო ის არის ხა, ხო, ალბათ ეგრე იყო. ძალიან მაგარი კომპლიმენტი მივიღე და მადლობა. აი სამომიჭერიც ცალკე გამატანეთ. ხო, არ ვიცი, ალბათ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყო მართალი საკუთარ თავთან. ხო, მე კიდევ რომ დავამატო, ჩემთვის ირინა მაგასთან ასოცირდება, რომელიც ესე თავისუფლად გეტყვის, რაც სათქველია, არც დაგიმალავს და არ მოერიდება, რომ აი მოდი რაღაც დიპლომატიურად უთხრა, იმიტომ რომ მე ეგრე მირჩევნია. ეგრე ჯობია, მეც რაღაც მომენტში ვცდილობ, რომ ეგეთი ვიყო, რომ თავისუფლად ჯობია კომუნიკაცია გქონდეს ადამიანთან და შენ ძალიან ლაღი ხარ და შენთან ურთიერთობა მაგიტო არის სასიამოვნო, რომ ეს ლაღი თავისუფლად შეუძლია ადამიანს რომ გელაპარაკოს და რაღაცა ლაღი ინდაური ხარ და ჰასტოხის გაკეთება არ სჭირდება, რომ მოდი ირინას გავესაუბროთ, ესეთ რაღაცა არის. ხო, მიხარია თუ ესეა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. კიდევ რა მაინტერესებს, მე როგორც ვიცი, შენ ერთი მიმართულებაც გაქვს ფიზიკის მხარეს. ფიზიკაში რას ეძებდი და რა იპოვე? კაცმა არიცის. რა გინდოდა ფიზიკაში? არ ვიცი, ერთი პერიოდი გადავწყვიტე, რომ ძალიან კარგად უნდა მე მეცადინო, ოღონდ ეს ხდება დაახლოებით 1-3-4-5 წლის წინ, სადღაც მაგ პერიოდში. ძალიან კარგად უნდა მე მეცადინო ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმია. და ფიზიკას მამეცადინებ და მაშინ მე 10 კლასში იყოთ მე 11-ში, ნენე ჟვანია, ეხლა რომ ჰარვარდში სწავლობს. აი ნენე მამეცადინებდა ფიზიკაში და რაღაცებს მიხსნის, აი ის ფიზიკოსია და რაღაცებს მიხსნის და მე უცებ ეს ხომ ფსიქოლოგიაშიც ესეა და რაღაცებს მეუბნები სულ პარალელებდი და შენ იმაში იყავი, ხო? მე ხარ სადღაც ჩემი მეებში ვიყავ, ჩემ სამყაროში ვიყავი. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ სკოლაში რა დონეზე ვსწავლობთ ჩვენ ამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ მაგ დროს ვერ ხვდებით რა ვსწავლობთ და სინამდვილეში ამ ფუნდამენტების ცოდნა სწავლობთ, იმიტომ რომ უნდა ვისწავლოთ. სწავლობთ საგნისთვის და ნიშნისთვის რა. ეხლა მე საერთოდ არ გვაქვს რაღაც. რა ვიცი, ერთი სიტყვა მახსოვდა ბიოლოგიიდან, მეტი არა ზიგოტა, ეგ მახსოვდა მარტო, მეტი არაფერი, მაგრამ რო დავიწყე თავიდან სწავლა ფოტოსინთეზი. ეგეც. კიდე იქნება სიტყვა. რაღაცა იქნება კიდე მესამე. აი რო დავიწყე თავიდან გააზრებულად სწავლა და მივხვდი რა პრინციპები და რა მექანიზმებით არის აწყობილი ზოგადად ჩვენი სამყარო. მაგ დროს არ ხარ მზად მაგისთვის ალბათ, ხო? და ეგ არის. არა და ძალიან სიგრძნისეულ რაღაცებს გასწავლის რეალურად ეგ ყველაფერი. ძალიან ეს არის ასე ვთქვათ, აი აზროვნების ფუნდამენტია რა, რომელიც თუ გააზრებული გაქვს, აი როგორ მუშაობს სამყარო შენს ირგვლივ. ხო, ეს ყველაფერი მეორდება, ანუ სცენარეშიც, ცხოველშიც, ადამიანში და ძალიან ერთნაირი სტრუქტურის. ყველგან ყველაფერში. ყველა კითხვაზე პასუხს იპოვი ბიოლოგიაში, ყველა კითხვაზე პასუხს იპოვი ფიზიკაში. სადამდე გაგრძელდა ეს შენი ფიზიკაში ქექვა? იცი რა, ისეთი ფუნდამენტურ დონეზე რა რაღაცა საწყისები საფუძვლები ვისწავლე, აგერ ატომიც მივიხატე ტატუთ და მანდ მეყოფა. უფლება მოიპოვე რომ ტატუ გქონოდა. უფლება მოიპოვე რომ ტატუ მივიხატე და მორჩა. ხო, რაღაცა მიიღე. რაღაცა ინტერესის დაკმაყოფილების დონეზე პერიოდულად უბრუნდები ხოლმე, პერიოდულად. და ძალიან მომწონს, იცი? კაი რამეა. მე ვიტყოდი რომ აი 25 ზემოთ ყველამ უნდა იმეცადინოს. ვიმეცადინოთ. ერთი საკითხი რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს არის ძილი. ხო. და შენ როგორ გაქვს აი ეს ზოგადად სამსახურის და პირადი ცხოვრების და ძილის თემა დარეგულირებული, იმიტომ რომ ვიცი, რომ ამასაც ყურადღებას აქცევ. ხო, აი
მძინავს 8 საათი აუცილებლად. ოღონდ ჩემთვის სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, რომ ის 8 საათი იმ ხარისხიან დროის მონაკვეთში იყოს. აი, ხო იცი, 9-დან პირველამდე რო არის ყველაზე ხარისხიანი, მაგას ვერ ვახერხებ. იმიტომ რომ, აი, ქალაქის, აი ამ ქალაქურ ყოფაში რაშიც ახლა ჩვენ ვართ, ძალიან რთულია, რომ ახლა უნდა გეძინოს წესით, როცა ეხლა უნდა პოდკასტს მეძინოს. ხო. ხო. და ძალიან წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ყოველთვის ვახერხებ იმას, რომ მინიმუმ 8 საათი მეძინოს და დილის აი მაგალითად დღის პირველი ნახევარი ჩემთვის არ არის პროდუქტიული. ხო. გაღვიძებიდან 2 საათი სადღაც გაღმავარ, აბსოლუტურად გაღმავარ და არასდროს არ ნიშნავს შეხვედრებს, სესიებს, რაღაცებს და თუ ისე მოხდა, რომ აი ტრენინგი უნდა ჩავატაროთ, რომელიც 10-დან 7-მდეა, ხო? ადრე ვიღვიძებ, რომ ის აი ის დრო რაც მჭირდება გამოსამ, იმიტომ რომ ვერ ფხიზლდები. რა ქნას ადამიანმა. ხო, ნუ ანუ ეხლა ეგ გაქვს აღმოსაჩენი, როგორ ეგ მაქვს გამოფხიზდეს. აღმოსაჩენი, როგორ გამოფხიზლდე. ცეკვით რო დაიწყო იქნებ ცეკვამ გამოგაფხიზდეს. არა, ძალიან პასიური დრო მაქვს. აი ბიოლოგიური დრო რიტმები ხო არის, რომ დღის რომელიღაც მონაკვეთში უფრო აქტიური ხარ, ენერგია მოგდის. ჩემთვის ეს არის შოდღის მერე, აი ზერო დაღმაიწყებს. სვლას აი სადღაც მერე. შენც მათხარ ხო? ღამის ადამიანი ხარ? კი. მეც. ხო, მაგრამ მან გიჩდება კითხვა. როგორ მოვახერხოთ? არა, ხო, ნუ, ოკეი, გასაგებია, რომ ღამე-ძილი მნიშვნელოვანი არის, დილით გაგვიწება ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ ხარ ესეთი ადამიანი, რა უნდა ქნა, ხო? მთელი ცხოვრება გამოსრო უნდა იწვალო და სად არის გამოსვა, სად ვიპოვოთ ის ზღვარი, რომ ჩვენც არ გავწვალდეთ ადამიანები და მე ხუმრობ, რომ მოვირგე სამყარო თქო გავიძახი, იმიტომ რომ ნუ რაღაცნაირად ისე ავიწყე ეს ჩემი სამუშაო პროცესი, რომ აი მაგ ჩემს ბიოლოგიურ რიტმზე მაქვს გადაწყობილი აბსოლუტურად ყველაფერი. ხო, ნუ იმ ადამიანებმა რა ქნა, რომელსაც 9-ზე ეწყებათ სამსახური. აი მანდ ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ მე არასდროს არ მიმუშავია 9-დან 6-მდე თუ 10-დან 7-მდე, აი არასდროს. არც იცი როგორი გრაფიკია. არც ვიცი ეგ რა არის. ხო. აზრზე არა. ხო, ნუ და შენ როგორ ახერხებ? მეც შენთან ვარო არასდროს მიმუშავია 9-დან 6-მდე. შენ კომპანია აიწყე შენ შეგუაძე. კი, კომპანია ავიწყე მას. ჩვენ ზოგადად 11-ზე ვიწყებთ. ხო. მეც ვცდილობ რომ 11-ზე ვიყო, მაგრამ ხანდახან 11-ზეც ვერ მოვდივარ ხოლმე და 12-ისკენ მოვდივარ, მაგრამ საგერად საღამოს ვაკომპენსირებ და ანუ ის არ მაქვს რომ აი всё რაცა კონკრეტული საათი არის და გავედი თუ საქმე მაგას გაკეთებელი, რჩევი და ვაკეთებ. ხო არა, მე მაგას აღარ ვაკეთებ, მაგას ვაკეთებდი ერთი პერიოდი, რომ აი რაღაცა არ ვიცი საქმე მიმქონდა საღამო საათებში. რაღაცა მომენტში მივხვდი, რომ აი თან მაშინ ოფისი ქონდა, აი პანდემიამდე პერიოდი იყო და რაღაცა მომენტში მივხვდი, რომ აი დღეში 12 საათი ვიყავე იქ. აი დილის რაღაცა არ ვიცი 10-დან საღამოს 10-მდე იქ ვიყავი და იქ ცხოვრობდი და იქ საძილე კუთხე მქონდა მოწყობილი და რაღაც სიგიჟებს ვაკეთე. საძილე კუთხე არ მაქვს, ვხვდები რაც ვიძახი, მაგრამ ხო არა, მაგაში აღარ ვარ. მქონდა პუფები მეყარა და იქ ვიძინებდი. შუალედებში შესვენება პირველი ორი და რაღაცა. და რაღაცა მომენტში მე აი ოთახიდან ოთახში რომ გავედი და ეგ სარკე მეკიდა და ის სარკეში რომ მოვკარი ჩემი თვალი და ვიყავი მწვანე. ყველურად მწვანე ვიყავ. მათ მივხვდი რომ არ არის ჩემი საქმე კარგად. რაღაც არ ხდება სწორად და ის პერიოდი ემთხოვდა აი ზუსტად სანამ პანდემია დაიწყებოდა ჰოლანდიაში მივდიოდი ტრენინგზე როგორც მონაწილე და მოკლედ ის დრო გამოვიყენე ძალიან კარგად რომ მეფიქრა ამ ჩემს დროზე და როგორ ვანაწილებ დროს რესურსებს, იმიტომ რომ ჩვენ ხო გონია რომ აი დრო არაფრისთვის არ მაქვს, სიამოვნებაში ყველაფრისთვის გაქვს დრო. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით პრიორიტეტების და რესურსების მართვა. და პირველი მახსოვს რაც გავაკეთე, ახლა მას ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ ეს მახსოვს მკაფიოდ რომელიც დღემდე მაქვს. იმის მე რამდენი წელი გავიდა, მე 6 წელი დაიწყო. კალენდარში ჩავიგდე 1 საათი ყოველ დღე და დავაწერე doing nothing. ის 1 საათი არაფერს არ ვაკეთებდი. აი ეს სტაფილოსავით ვედი. თუ ინდაური. თუ მეორედი მე ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი ინდაური. ინდაური უფრო მოძრავია. სტაფილო უფრო არ მოძრავს. ხო, ეს მაქვს დღემდე სხვათა შორის. ანუ დღის მონაკვეთი მაქვს, როდესაც არაფერს არ ვაკეთებ. და დღეში 4-5 საათზე მეც მე აღარ მუშაობ დიდი ხანია უკვე. ეს არაფრის კეთება ახლა შესვენება ჩვენც გვაქვს, თქვა 2-დან 3-მდე და არ მუშაობთ და ხო, რაღაც სხვა აკეთებ. ხო, ჭამ. არაფერს არ. შენ არც ჭამ. სტაფილოს არც ვკითხულობ, არც სკროლობ. სტაფილოსავით ხარ ესე იგი.
არც ვკითხულობ, არც ვსკროლა, არც ვჭამ, არც ვინმეს ანუ ველაპარაკებ. ფიქრობ. აი უბრალოდ ვარ უბრალოდ ვარ ყოფნაში. ხო, არსებობ უბრალოდ. Yes. ხო, ალბათ ეგ გონებას ეხმარება, რომ დამშვიდდეს და ტალღები და შეამციროს. ხო, ზოგჯერ პირიქით შფოთვა მოაქვს ხოლმე, მაგრამ ნუ ოკეი არა, რაც მოაქვს. საინტერესოა ეგეც. სადე? ეგ 1 საათი როდის არის? სხვა დღის პირველ ნახევარშია ხოლმე, იმიტომ რომ კაკრას ჩემს პასიურ პერიოდს ვთხოვ. შენი მანტრა მითხარი. ჩემი მანტრა არის მარტივი. მე ვარ საუკეთესო, მე ვარ წარმატებული და ასე შემდეგ რა. მოკლედ ისე მოხდა, რომ ამ ზაფხულს აღმოჩნდი აფრიკაში. ხო. ტანზანიაში ვიყავი და ინდოური მანდი ყო. არა, ინდოური ძველი ამბავი, ეს ამ ზაფხულს ხდება 2024-ში. მე და ჩემი მეგობარი წავედით ტანზანიაში და იქ ნუ რა თქმა უნდა ეხა ეს ავცოცდით კილიმანჯაროზე, ანუ ის ზანზიბარი და ავცოცდი ისე თქვი, აი კედელი მეგონა, რომ 2 მეტრიან კედელზე აცოცდი. არა, კილიმანჯაროზე არის ესეთი ხო ძალიან ცნობილი ის. უკრაინიდან აქვს მარტი. აღარ მოგიყვები. მაგაი დადის გზა და შეგიწევს 5 მეტრი აცოცება. ნუ მოკლედ. მოგიყვე? ხო, მაინტერესებს. არ არის ეს საერთოდ ტანზანია, არა, მაინტერესებს ეგზოტიკური. მოკლედ, არა, ეგზოტიკას არ ვყვები, ხა აბსოლუტურად სხვა რაღაცას ვყვები. მოკლედ, ბევრი რაღაცა ვქენით, შუა უკენეში გადავხდით, კილიმანჯაროზე ავცოცდით, რაღაცა ვქენით და ერთ-ერთი გადავწყვიტეთ, რომ აი საფარი ტური. ხო. ხო, როგორ გინდა, ხა წახვიდე აფრიკაში და იქ უზარმაზარი ის არის ნაციონალური პარკი სერენგეტი არ ნახო. სიტუაცია მოკლედ ჩვენმა გიდმა, ანუ ხო იცი ეს მანქანებში რო სხედავთ, სახურავი რო გახტილი, აი ეგ ამბავია და ამ ჩვენმა მძღოლმა რომელიც იყო საფხულში იყავი, ხო? არცხელ და ძალიან. იქ ზამთარია. თან კარგი ამინდი იყო, ისე გაზაფხულობით ამინდი იყო. და ზუსტად აი მძღოლების მიგრაცია არის მაგ დროს რა და მოკლედ ყავს მძღოლი რომელიც არის მასაის ტომიდან და ეს მისი ტომი ზუსტად იმ ნგოროს ნაკრძალში ჩავედით რომელიც არის კრატერი 3 მილიონი გამოსული ტომის ბელადია იქ ცხოვრობდა კი ბელადი არა მაგრამ თანამედროვე ბელადი კი მე გვიყვებოდა 14 წლის ასაკში ლომი ყავს მოკლული იმიტომ რომ ეს მასაის ტომის რაღაცა ის არის ტრადიცია რიტუალი მოკლედ მთელი ამბავია და მოკლედ მიგვიყვანა ტბასთან და ჩაქრო ძრავი და არის ესეთი სიტუაცია, რომ ამ ტბასთან ვდგავართ, ამ ტბაში ბუყბუყებს ბეჰემოტი, ეს ცხვირია გამოყოფილი. აქ დაფრინავენ ესეთი ვარდისფერი ფლამინგოები. იქ ძალიან ნელი სვლით ესეთი ტაატი წპილოების ოჯახი ესე ნელამძიმეთ მიდის. იქით სადღაც ჟირაფები ამ ხეებიდან ბალახებს მეშვებიან, მოკლედ ვახშმობენ თუ სადილობენ, ჭამენ, მიირთმევენ. აქეთ გაზელები და იქით რაღაცა ზებრები და ამ ზებრებს ხო დაყვებიან კიდე, მოკლედ. დგავარ ვუყურებ და აი რა საოცარი ფრინველები დაფრინავენ, აირნაირი რო ვერ ხვდები რა არის და ამ დროს იგვიძებ. რაღაცა მომენტში კი. სიზმარს ყვები. არა, არ ყვები სიზმარს. ამ მომენტში აი დგავარ ამ ყველაფერს ვუყურებ და უცებ მემართება რა იცი რომ აი ინდაურზე შე რო იცინი რომ მოლეკულა ხარ და სინამდვილეში არაფერი არ ხარ აი ზუსტად ეგ დამემართა უცებ ხვდები რომ აი მე გავქრი არაფერს არ წარმოადგენ არა ეგ მომენტი არ მქონია არაფერს არ წარმოადგენ კიდე ცოტა სხვა განხრა მე თუ მკითხა აი იმ დონეზე აი შე რო ამბობ რომ ყველა ერთი ვარ თუ აი ეგ დამემართა იმ დონეზე შიგნით აი რაღაცები რაც ფუთფუთებ და ყველაფერი გაქრა და უცებ მივხვდი რომ აი ამ თლიანი სამყაროს ნაწილი ვარ მეც აქ ვარ და რაღაცა მომენტში დგავარ და ფიქრობ, რომ აი ეს ეგო, ეს შიშები, ეს ტრამები, რომ აი მე რაღაც მე კოუჩი ვარ, მე ექსპერტი ვარ, რაღაცა ის ვარ, ამაშვები, აი უცებ არაფერი არ არსებობს. საერთოდ არაფერი არ არსებობს, არც პოდკასტი არსებობს. ეგ ყველაფერი ჩვენი გამოგონილი, შექმნილი და რაღაცა იდეა მინიჭებულია. და აი დგავარ და ვუყურებ ამ საოცრად ჰარმონიულ სამყაროს. რომელიც აი იდეალურად არის ეს სისტემა აწყობილი აბსოლუტურად ყველაფრით და ისეთი ენერგია ტრიალებს რომ ამ ენერგიამ და სუნთქვა შემიკრა და დგავარ და ფიქრობ რომ აი არავინ არ ხარ არაფერი არ ხარ და ამ დროს მთლიანობა ხარ ამ ყველაფერთან მთლიანობა ხარ განა ის რომ ნაწილი ხარ მთლიანობა ხარ ამ ყველაფერთან აი იქიდან ჩამოვედი დამუნჯებული რამდენიმე თვე უბრალოდ აი ვიტიროდი რომ აი სიტყვები დავკარგე ხალხო რა უნდა მეთქვა ვერაფერს ვეღარ ვამბობდი საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვამბობდი ვის ახსოვდა საერთოდ კოუჩინგი ან მუშაობა რამის კეთება
აი ვიჯექს სახში დამუნჯებული. მეგობრები მოდიოდნენ, მირეკავდნენ რა გჭირს ირინა ისა და მე ეს ხრად ჩამომდიოდა წრებლები. თქვენ იცით რა დამემართა და აი თან რო გინდა რო ახსნა რო რა ხდებოდა. ის ფოტო რო არის ხო იცი სხვადასხვა ფოტოები რო ტვინის რო ანათებს და ბოლოში რო ძალიან გასხიოსნებული რო არის. აი გასხიოსნება და უკვე ყველაფერი რო რაღაცა აზრს მოკლებული არის და რაღაცა ის ფიქრები და აზრები რო ეს არის. შიშები რაც შენ თქვი და ამ შემდეგ რომ უაზრობა ხდება და ხდები რომ არც აზრი არ აქვს. ჩვენმა წინა სტუმარმა კითხვა დაგიტოვა მარიამ ტონკომ. გიშტები მარიამზე. და არის ესეთი კითხვა. ადამიანი არის ის, რასაც ფიქრობს, თუ რასაც მოქმედებს? რანაირი რთული კითხვა. ორივე და სხვადასხვანაირად. იმიტომ რომ რასაც აკეთებ ის ხო თავისთავად ხარ. მაგრამ რასაც ფიქრობ, მაგრამ არ აკეთებ. კი. რასაც ფიქრობ, მიუხედავად იმისა აკეთებ თუ არა, ის ქმნის შენს რეალობას, ამიტომ ორივე ხარ. ოღონდ სხვადასხვა ჟანრში. რო აირჩიო რომელი? გაგირთულება ის. აი ფილოსოფიის მაგისტრატურაზე სანამ წავიდოდი, აუცილებლად ვიტყოდი, რომ რასაც აკეთებს ის არის თქო, მაგრამ მას შემდეგ რაც კანტი წავიკითხე სამჯერ დაახლოებით. მივხვდი რომ რასაც ფიქრობს ისიც არის. ანუ ერთიანობაში არის ადამიანი. გასაგებია. არ არის დანაწევრებული. კარგი და შენ რა კითხოს დავუტოვებ მომდევნო სტუმარს? ვინ არის მომდევნო არ ვიცით ხო? ამიტომ არც ტონკომ იცოდა ვინ იქნებოდა. ესე იგი შემდეგ სტუმარს დავუტოვებდი ესეთ კითხვას. ღრუბელი რომ ლეკვად გადაიქცეს დაგიყებებს თუ არა? ოკეი. კიდე გითხრა ამ კითხვის ისტორია? მითხარი. არის ალბათ ხდება 20 წლის წინ დაახლოებით. თან ძალიან სწრაფად მოიფიქრე და. არა, ეს კითხვა მარტივად თავში მაქვს. პასუხს ეძებ და ეხლა გაეცემა შენს კითხვას პასუხი. არა, მაცად დაახლოებით ალბათ 1-20 წლის წინ მოხდა. 15 სადღაც შუალედში რა. ალბათ უფრო დავდიოდი ინგლისურზე, რომელიღაცა ინგლისური ენის ცენტრში და ჯგუფში მეჯდა, რავი, მაშინ მე ვიყავი 20 წლის და ის იქნებოდა დაახლოებით 40-45 წლის და ეს ტიპი იყო პოეტი. ხო. უზარმაზარი რაღაცა ის ქონდა დაწერილი რაღაც პოემა თუ რაღაცა და ერთხელაც აი პრაქტიკა გვაქვს რა, შუა გაკვეთილია რაღაცებს ვლაპარაკობთ და უცებ შემომიტრალდეთ მეკითხება. შენი აზრით ღრუბელი რო ლეკვად გადაიქცეს დაგიყებებსო და ისეთ გაუგდება მქონდა რომ ის მე მახსოვს. ეს კითხვა მახსოვს ყოველ დღე. და რა უპასუხე, ვერ უპასუხე, ხო? ვერაფერი ვერ ვუპასუხე მეთქი. ბატონო, არ ვიცი. მანდ უფრო სხვა შეთითო კითხვები დაგება და. მაგრამ დაუკვირდა ძალიან მაგარი კითხვა. ხო, ნუ ჩასაგრმავებელი კითხვა არის. მარტა ის არი ფიქრო ვარდისფერ სპილოზე არის დაახლოებით. არა, საერთოდ არა, უფრო არსზეა. ხო და მე მაგას ხო წარმოიდგენ მაგას და მე პროცესს განასახიერებ, მაგიტო ვიძახი ვარდისფერ სპილოს, რომ მაგ პროცესს წარმოიდგენ როგორ არის, მე იმას წარმოიდგენ ზავს და მე გესმის ხარ? ხო, გიყევს თუ არა? გიყევს. პროცესში მიყავ ხარ. მე? არა. ხო, მეც არ მიყევს. აი ნახოთ შემდეგი რა სიტყვის. ნახოთ, უყევს თუ არა. კარგი. მოკლედ, ჩვენ ვართ სუპერგმირის ესეთ პროექტი არის ელჩები, რომელიც ეხმარება ბავშვებს, რომელსაც ყოველთვიურად ჭირდება დახმარება და შენ თუ სურვილი გექნება, მაგის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით და შენ შეგიძლია რომ სუპერგმირი გახდე. აუცილებლად. და ძალიან გაგვიხარდება. Smart Academia არის 6 ბავშვის სუპერგმირი და ძალიან გვიხარია რომ ეს შესაძლებლობა გვაქვს. და დასასრულისკენ რო წავიდეთ, უკვე საჩუქრები უნდა გადმოგცეთ. ჯორჯიან სანი გადმოგცემს, ჩვენ გადმოგცემთ, მაგრამ ჯორჯიან სანი გადმოგცემს იმ ღვინოს, რომელსაც შენ შეარჩევ. რომელსაც შეარჩევ, ისე მწვანეს თუ სხვას ცდი. მწვანე ძალიან მომეწონა და ეხლა სხვასაც ვცდიდი, აი რაღაცა მზეს ვუყურებ. ხო, თიბათვის მზე. ხო, მომწონს მზე. ხო, ეს არის თეთრი. და წითელი არის აქეთ, წითელი ძოწი. მზე. მზე იყოს, კი ბატონო. ასევე კავია გადმოგცემს 4 ბილეთს. ნებისმიერ დარბაზში, ნებისმიერ კინოსეანსზე. ძალიან დიდი მადლობა.
მადლობა შენ სტუმრობისთვის და მადლობა კავიას. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი, ძალიან ბევრ თემას შევეხეთ და ძალიან საინტერესო ისტორია გაქვს და დარწმუნებულია რომ წინ კიდე ძალიან ბევრი გამოცდილება გელის და ძალიან საინტერესო ისტორიები იქნება წინ. ბევრი ინდაურული გამოცდილება. და ბევრი სტაფილოსოით წოლა და ფიქრი ან არც ფიქრი ნახოთ რა იქნება. ძალიან დიდი მადლობა შენ სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო და ესეთ მხიარული და ხალისიანი დრო გავატარეთ. არა 1 საათი. ჩაწერა დიდხანს მიმდინარეობდა. ერთ დღეს დაიწყო, მეორე დღეს დამთავრდა. არა, ერთ დღეს დაიწყო, მეორე დღეს გაგრძელდა, მესამე დღეს როგორც იქნა დამთავრდა. ცოტა გვიკლია მანდ. მადლობა. და ჩვენ მაყურებელს ვთხოვოთ, რომ ჩვენი არხი გამოიწერონ მოქმედების პოდკასტის Smart Academy-ის არხი. ოკეი, ესე იგი, გამოიწერეთ Smart Academy-ის მოქმედების პოდკასტის არხი. და რატო უნდა გამოიწეროთ? იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს, საინტერესო ამბავს და საინტერესო მოსაზრებას მაისმენთ. მადლობა. მოქმედების პოდკასტი